გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 11-ზე, მე ქეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახოთ. შიდა ქართლის პოლიციამ 6 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. ჰაერის მაღალი ტემპერატურა დასავლეთ ევროპაში, ჰაერის საშუალო ტემპერატურა 46 გრადუსს აღწევს. საათში პარლამენტში პრემიერ-მინისტრი წლიური მოხსენებით წარდგება. დოკუმენტში, რომელიც გასული წლის 1 ივნისიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ასახულია ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის გამოწვევებიც, რომელსაც ქვეყანა სამომავლოდ უნდა გაუმკლავდეს. ნინო არღულიანი გვერდდება პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში საქართველოს პარლამენტს წერილობითი ფორმით უკვე გაეგზავნა. დოკუმენტში კი ვკითხულობთ, რომ მთავრობამ საანგარიშო პერიოდშიც განაგრძო ეფექტიანი, გამჭვირვალე და მოქალაქეებზე ორიენტირებული საჯარო მმართველობის განვითარება. ბუნებრივია, რომ დოკუმენტში ვრცლად არის განხილული ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა, ისევე როგორც ვრცელი თავიეთმობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. უფრო კონკრეტულად კი დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საქართველო აგრძელებს ევროკავშირთან ჰარმონიზაციას, აქტიურად მონაწილეობს რეგიონულ და საერთაშორისო პროექტებში და ასევე აქტიურად დგავს ნაბიჯებს ევროინტეგრაციის მიმართულებით, ისევე როგორც ნატოსთან დაახლოების მიმართულებით. ერთ-ერთ მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხად კი ანგარიში მონიშნულია შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა, უფრო კონკრეტულად კი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვით. ბუნებრივია, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვრცლად ისაუბრებს ასევე ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და ანგარიში ამ მიმართულებით საუბარია, რომ 2025 წელს გლობალურად გამორჩეული იყო საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ეკონომიკის ზრდამ 7.5% შეადგინა და მსოფლიო ბანკი ამ მიმართულებით ეკონომიკის ზრდის გაგრძელებას მომავალშიც პროგნოზირებს. სანამ ანგარიშის დეტალებს ხდომათა დარბაზში მთავრობის მეთაურისგან ირაკლი კობახიძისგან მოვისმენთ, მმართველი გუნდის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამბობს, რომ დღეს იქნება საუბარი იმ პოლიტიკის ასპექტებზე, რომელმაც ქვეყანას ეკონომიკური სტაბილურობა, გრძელვადიანი მშვიდობა და სუვერენიტეტის დაცვა მოუტანა. ყველა ეს მიმართულება, ყველა ის წინსვლა, ყველა ის წარმატება არის გამოწვეული ერთი იმ პრაგმატული და სამშვიდობო პოლიტიკით, რომელსაც აწარმოებს ქართული ოცნება და რომელიც ყველაზე მთავარი არის დაკვეთა ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის. ესეთ ვითარებაში, სადაც არის ირგვლივ ომი, დაპირისპირება, ენერგეტიკული გამოწვევები, უამრავი კრიზისული მიმართულება, შეინარჩუნო ის თავისუფლების, მშვიდობის კუნძულის სტატუსი არის ურთულესი. თამამად შემიძლია თქვა ჩვენი ხელისუფლების დამსახურება იმ კურსის დამსახურება, რომელიც კურსიც დასახა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და რომელ კურსსაც ძალიან მყარად და ძალიან პროფესიონალურად და ამაყად მიყვება ჩვენი გუნდი. ოკუპაცია, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის გამოწვევა და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საგარეო პოლიტიკა, როგორც ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს დიპლომატიური არხებით და თავარია ყველგან იბრძვის, ყველა ფრონტზე, ოღონდ სამშვიდობო მშვიდობიანად, რომ მოხდეს დეოკუპაცია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების, მაგრამ ამასაც ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. პრემიერ-მინისტრის ანგარიში ჩვენ მოვისმენთ, რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, იგივე პორტების გაფართოება, ანაკლიის პორტი, ახალი აეროპორტის მშენებლობა, სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, ავტოსაგზაო მაგისტრალების მოდერნიზაცია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ის პოტენციალი, რა პოტენციალით შუა კორიდორში გააჩნია საქართველოს და ჯამში ამ ყველაფერთან ერთად ჩვენ მოვისმენთ, თუ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული იმისათვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და საქართველოს გააგრძელოს ისეთი ნაბიჯები ცვლა, როდესაც ჩვენი მოქალაქეები უკვე ძალიან კარგად აღიქვავენ იმას, რომ ყველა გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ მიიღება საქართველოში.
საქართველოს პარლამენტში ანგარიშის განხილვა ზუსტად 12 საათზე დაიწყება. პრემიერის განცხადებებს ხდომათა დარბაზში არამხოლოდ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მოისმენენ, არამედ საქართველოს პარლამენტში ელოდებიან სასამართლო ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს. ნინო არღულიანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საგარეო საქმეთა მინისტრი ხორვატიის რესპუბლიკაშია მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე სიტყვით გამოვა. დუბროვნიკის რიგით მე-19 ფორუმი დღეს იხსნება და მას დიპლომატებთან ერთად მსოფლიო ლიდერები ესწრებიან. ამ პლატფორმას მაკა ბოჭორიშვილი ორმხრივი შეხვედრებისა და საქართველოსთვის აქტუალურ თემებზე მსჯელობისთვის გამოიყენებს. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვის და ნარკორეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება 6 კილოგრამამდე გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.